გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით პენსილვანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ნიუ ჰოუპში. დღეს არის ძალიან კარგი ამინდი და ესე სპონტანურად გადაწყდა გამოსეირნება. წავიდეთ ერთად დავათვალიეროთ ეს ქალაქი. Yes. Just those two places. Yeah, thank you. You guys have any fun plans for the rest of the evening? Not really. We're just gonna walk around. Oh, gotcha. Are you guys from the area or just visiting? No, we live like 30 minutes away from here. Totally not too far. Yeah. Awesome. Thank you. You guys are all Cool. set. Thank you. Yeah, Have a good day. guys. Likewise. Thank ვიყიდეთ handmade saponi და body scrub. ეს ვისაც არ გაგისინჯავთ, რეკომენდაციას უწევ Berry Blonde ქვია, ჩემი საყვარელი ნამცხვარია Starbucks-ში. სიგარების მაღაზია აღმოვაჩინე. ეხლა ვიპოვი La Aroma de Cuba, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სიგარას. ასევე ძალიან მიყვარს Davidoff-ის სიგარები, განსაკუთრებით Signature No. 2. მაგრამ Davidoff-საც ვერ ხედავ და ესეც ეს არის Pedron Anniversary Series. Do you guys have a La Aroma de Cuba Connecticut? And do you guys also carry Davidoff? No. The answer is yes. Which ones are you looking for? I have the Robusto and the El Jefes and the Immensa. I'll go with the Robusto. How many do you need? I'll just take one. გავუყვეთ გზას, დავათვალიეროთ New Hope-ი. Very happy, then you say, oh, are you getting your stuff? I will pay. No. Here. Don't let her pay. I say, if you both fight, I'll take money from both of you. There you go. Okay, I'll buy one for you then. No. Which one? Rose something. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მდინარე დელავერის თავზე. ეს ხიდი პენსილვანიას და ნიუ ჯერსის აკავშირებს ერთმანეთთან. მდინარის მარჯვენა სანაპიროზე არის პენსილვანია, მარცხენა სანაპიროზე არის ნიუ ჯერსი. ამის გარდა ამ შტატს ბევრი სხვა ხიდი აკავშირებს, მაგრამ ნიუ ჰოუპში ეს არის ერთადერთი. ანუ ეხლა ჩვენ მივსარდნობთ ნიუ ჯერსის მიმართულებით. ამასობაში მოსაღამოვდა, ეხლა ნელა გაუყვებით მანქანისკენ, წავალთ სახლში. მაყურებლების 90%-ს არ გაქვთ არხი გამოწერილი და თხოვნა იქნება, რომ არხი გამოიწეროთ. წავედით. გამარჯობა ხალხო, ეხლა მივიდივარ DJI-ის კამერა უნდა ვიყიდო. DJI Osmo Nano ქვია. ძალიან კომპაქტური კამერაა და გაასწორებს ვლოგების გადასაღებად, განსაკუთრებით როცა ტრაკით პიკაპზე ან დელივერზე მივიდივარ ხოლმე. ძალიან ისე გიყურები რა, ეხლა ვიღებ DJI Osmo 360-ით. ხო და აშკარად არ სიამოვნებ ხოლმე ხალხს რა, როცა იღებ. მიკროფონი არ მაქვს თან და არ ვიცი რამდენად კარგად გესმის ჩემი ხმა. მაგრამ მივიდივარ ეხლა რომ დავაპიკაპო ჩემი ახალი კამერა. მოვყენდი და გამიმართლა არ დამხდრენ დაგეტილები შევიდეთ ეხლა და ვიღებთ.
კამერა ჩვენ ხელშია. აქსებიანად გადავიხადე $433. სხვაგან არსად არ იყო გაყიდვაში სტანდარტ კომბო ავიღე. მოვახციეთ მეგობრებო სახლში. ეხლა გავხსნათ. ვნახოთ რა დევს შიგნით. როგორც აღნიშნე არის სტანდარტ კომბო. მართლა გითხრათ სხვა რეები აქვთ არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ იქნება ან vlogging ან არა, წინაზე ვნახე შემხლა და hiking კომბო იყო, სხვები არ ვიცი. სხვა რა დევს ყუთში. DJI სტიკერი ალბათ. ანუ ესენი იტო ცალკე სავარაუდოდ რაღაც აქსესუარებია. მოდი დავიწყოთ ჯერ კამერით. ეს არის პატარა მონიტორი. Okay. და ეს არის თვითონ კამერა. ხედა მაგარი ზომა. ძალიან არ ყვირის, სადმე რომ შედიხარ და ამ ხელა რაღაცა რომ გიჭიროს ტრაიპოდი და რაღაცეები. თან მაგნიტია, სადაც გინდა დაამაგრებ. ანუ შეგიძლია ესე ჩართავ, შენ თავს უყურო, შეგიძლია მოატრიალო ესე დაამაგრო და წინ გადაიღო. ანუ ვიცი რამდენად კარგად ხედავთ SD კარტა და Type-C ჩარჯერი. Okay, ანუ ამას მონიტორს ალგებთავთ და ამას როგორც ჩანს ალგებთავთ. ნახოთ რა აქსესუარები მოყვა. ეს კამერის დამცავია როგორც ჩანს. მაგრამ რა უნდა და ვინ უნდა დაიცვას არ ვიცი, მაგრამ ეგეთოს. ვიდეოში ვნახე შეგიძლია კეპზე ან რაღაცაზე, კეპკაზე დაიმაგრო. Okay, ეს კაია. ანუ ამას გაიკეთე კისერზე, მაიკის შიგნიდან და ამას გარედან ესე დაამაგრებ. Okay, საკმაოდ ძლიერი მაგნიტები აქვს. ეს Type-C ჩარჯერი. Suction cup არის ეს, რაღაცაზე რავი გარედან ნებისმიერ იმაზე მიამაგრებ. ესე სასწორებს, windshield-ზე რომ მიამაგრო, გაჩერდება წესით. ამასობაში სანამ კამერა დაიტანება, ეს ვინც არ იცით, არის Galaxy Tab S11 Ultra. ამაზე ვაედიტებ ხოლმე სხვათა შორის ვიდეოებს თუ გზაში ვარ. წავედი მეგობრებო, რომ დაიტანება, გაჩვენებთ. კამერა დაიტანა. ძალიან მალე სხვათა შორის. ეხლა ჩავთოთ და ვნახოთ. თქვი დავასკანიროთ. სანამ ეს იწერს ეს ჩემი iPhone Air არის. ყველაზე თხელი iPhone-ი. ეხლა ამით გადავიღებ რაღაცებს და კადრებს გაჩვენებთ. 4K 60 FPS-ზე დავაყენე. ძალიან კარგი ხარისხი აქვს ჩემი აზრით. წავედი ახლა ვიდეოებს დავაედიტებ. არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ და აკომენტაროთ და დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს. დროებით.